2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება, ჩატარდა უცხოური ენის პრაქტიკული ნაწილი. გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა განათლების მინისტრი და მის მუშაობის პროცესს გაეცნო. გორის საგამოცდო ცენტრში 1970 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, ასევე 1553 მასწავლებლობის მსურველი, სამაგისტრო პროგრამების 330 აპლიკანტი და 68 გრანტის მაძიებელი სტუდენტი. სულ საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია და შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სულ 59 დაგვიანება ჰქონდა, ასევე 9 ადამიანი მოიხსნა გამოცდიდან დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის პროცესში. ძირითადად 94% არის თითქმის აბიტურიენტების, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ და გამოცხადდნენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. 79% არის იმ სტუდენტების, რომლებიც არიან გრანტის მაძიებლები, 80% მაგისტრატურის გამოცდებს აბარებდა და დაახლოებით 93% არის ის ადამიანები, რომლებიც მასწავლებლების მაძიებლები არიან ან მასწავლებლები, რომლებიც აბარებდნენ გამოცდას. საერთო ჯამში პროცესი მართლაც ძალიან აქტიურ ფაზაში წარიმართა 24-ვე საგამოცდო ცენტრში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ყველა რეგიონში სულ მცირე ერთი საგამოცდო ცენტრი მაინც ფუნქციონირებდა. ამავდროულად უკვე დაწყებული არის იმ ნაწერების გასწორება, რომელიც პირველ რიგში ქართულ ენასა და ლიტერატურას ეხება.